პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევარი ბაბილონის გოდოლი. ამ ნამუშევრის ხილვისას ბევრს შეიძლება ბრეიგელის მეორე ნამუშევარიც გაგახსენდეთ, იგივე სახელწოდებით. მათგან ერთი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმშია დაცული, ხოლო მეორე ბოიმანსის მუზეუმში, როტერდამში. ბაბილონის გოდოლი, კოშკი, რომელიც მოხსენიებულია ძველ აღთქმაში. ნოეს შვილები გამრავლდნენ, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. კაცობრიობა ამ დროისათვის ერთიანი იყო, ერთი ენის მქონე, ეთნიკურად ერთგვარი. ჯერ კიდევ არ იყვნენ ერები. ერთპირი იყო მთელი დედამიწა და ერთ ენაზე მეტყველი, როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, პოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს, მოდი მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს, აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მიუწვდინოთ მისი თხემი. ავუმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა, აჰა ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას, რა კი ეს საქმე წამოუწყიათ. ამიერიდან დაუბრკოლებრივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა ჩავალ და ენასავურებ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე. ერთი შეხედვით ბრეიგელისეული გოდოლი ჭენჭველების სახლს მოგვაგონებს. ავტორს დიდი ოსტატობით გამოუსახავს ქვის თლელები, ქვის მზიდავები, ადამიანები, რომლებიც მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი. ხედავთ სამუშაო იარაღებსაც, ხელსაწყოებს, ამწეებს, მასალის ასატანად. ხედავთ, რომ უკვე მეტნაკლებად დასრულებულია 7 სართული. მიმდინარეობს მერვე სართულის მშენებლობა. იქმნება განცდა, რომ იმდენი ხანია შენდება გოდოლი, ადამიანებმა, რომლებიც მას აშენებენ, უკვე დაიდეს აქ ბინა. დააკვირდით აქა-იქ გამოსახულ მცირე ზომის საცხოვრისებს. ცხოვრობენ ოჯახებით, ცოლ-შვილით, ვიღაც სარეცხს აშრობს, ვიღაც საჭმელს ამზადებს, ვიღაცას კი ფანჯრის რაფაზე ყვავილიც კი დაუდგამს. უცნაურია ის გარემოებაც, რომ ბრეიგელი გოდოლს გამოსახავს არა ნგრევის, არამედ აგების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა სართულები დასრულებული არაა, ხალხი ჯიუტად მიიწევს ზევით და ზედა სართულების შენებას განაგრძობს. გოდოლი კი იშლება. შეიძლება კოშკი დიდი ქალაქის ალეგორიად მოვიაზროთ, ისეთისა, მაგალითად როგორიც არის ანტვერპენი, სადაც თავად ბრეიგელი ცხოვრობდა. მხოლოდ მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში მისი მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა. ყველაფერი ემთხვევა თითქოს. სავაჭრო პორტი, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს, მათ შორის ისინიც, ვინც უცხო ენაზე საუბრობენ. დიდ დასახლებაში ბევრი კეთილი საქმეც კეთდება და ცოდვაც ბევრი ტრიალებს. ასეთ ადგილებში კეთილ ადამიანებსაც შეხვდებით, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ, სიკეთეს აკეთებენ და ადამიანებს, რომლებიც თაღლითობით ირჩენენ თავს, დამნაშავეებს, მუშებს, ადამიანებს, რომლებიც ზღვის აშენებულს ამღრევენ და ანადგურებენ, სადღაც შორ დასახლებული პუნქტი მოჩანს. ამ უზარმაზარი გოდოლის ფონზე ის ძალიან პატარაა. ყურადღებით დავაკვირდეთ, რას ვხედავთ. ეს ტიპიური ნიდერლანდური დასახლებაა, ტაძრებით, სახლებით, პორტით, ქალაქის გალავანითა და კარიბჭით. სასურათო სიბრტყეზე ბრეიგელმა ნებროთი, იგივე ნიმრუდი გამოსახა. ხოლო ხუსმა შვა ნებროთი, მან დაიწყო გმირობა ქვეყანაზე. ეს იყო გმირი მონადირე, უფალი ღმერთის წინაშე. ამის გამო ამბობენ ნებროთივით გმირი მონადირე უფლის წინაშე. და იყო მისი მეფობის დასაბამი. ბაბილონი და ურექი და არქადი და ხალანი სენაარის ქვეყანაში. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ ნიმრუდი ბრეიგელმა სხვაგვარად გამოსახა. გულისხმობ იმას, რომ ჩინებული მონადირე ნიმრუდი, იგივე ნებროთი, ხშირად ცხოველის ტყავითა და ბეწვით შექმნილ სამოში გამოისახებოდა. ბრეიგელის თვალით დანახული ნებროთი კი უფრო მის თანამედროვე მონარქს მოგვაგონებს. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ კარლ მე-5 ჰაბსბურგი. თავად გოდოლის ხილვისას კი ბევრს კოლოსეუმი ახსენდება.
ნამუშევრის შექმნამდე 10 წლით ადრე 1553 წელს ბრეიგელი რომს ესტუმრა, სადაც რომის კოლოსეუმიც ნახა. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლოსეუმით მოხიბლულმა ბრეიგელმა ამ ნამუშევარში მისი ამ ფორმით ასახვა გადაწყვიტა. დასასრულს კი გავიხსენოთ ბეჭდების მბრძანებელი. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი მინას ტირითი ბრეიგელისეული ბაბილონის გოდოლის ერთგვარი ალუზიაა.